გამარჯობა მოგესალმებით კაცები კლავ YouTube-ზეა ისევ იგივე შემადგენლობით დაზარალებულებით ყავს იკოს ხელი აქვს ნატკენი ნაღრძობი დაჭიმული ნაღრძობ დაჭიმულ რაღაცა რომელიც რა რენტგენი არ გადამიღია მითხრეს რომ რაც არ უნდა გადაიღო მაინც ეს უნდა გაიკეთო ну ხელად არ ვარ გადა ჯიბეში ჩასახდება ჭი როგორც მანიპულატორი არ ვარ უნდა შეზღუდული აი სემიჩკა ვერა ვიდრე ბეწვზე ხარ გადარჩენილი რომ ლანისტერი არა ხარ რა ის ხო რაღაცნაირი ხელით დადის რა ლანისტერი არ ვიცი მაგრამ ნიკოს ქონდა ვერსია დადუნას ეუნებოდა რა რომ ისაო დედაო რაღაცა ისინი ნახეო თოლები ნახე სახშეო და ამაზე დააწეპეო ვითომ აირონ მენი არისო და დაატკაცროს და ყველაფერი კარგად იქნება ჩანე რა გასაყიდად მოიტანე ფლი მარკეტი აქ ორგანიზაციებში დაკონდა გოგოებო ბიჟუტერია ხო არ ჩემ ნაცნობს ჩამოაკ ჩვენ სამსახურებში მოდიოდა კი ორიგინალებია ჩვენთან მოგონათ სუნამოები დიდი ესეთი ჩანთით ამაზე გადმოკიდებული ჩემო სიგნებს რა ხონდა მოპარული სუნამოები ხო ის კი და მორე სიგარეტი ჩემი ზომები გააკეთე ბიჭისები ეს მე და შემო გავინაწილოთ როგორც წაგებული მაცინა თამაშის ხო უი როგორ ხო და მე ის მოგებულის ბროშკა არა მაქვს იმიტომ რომ როგორც წინაშე არა შავი ხელი გაქვს ხო არა როგორც აღნიშნე ის დედაქემისი ხო და შავი ხელი ბავშვობაში რო იყო შავი ხელი საშიშია ხო და ირჩიე რა ან ეს უნდა გაიკეთო ან ეს დაიცადე რომელი მოგიხდა ბიჭო ეხა რო უყურებ ფერადეგი ეს რა პლასმასი მომიტრია რაღაცა რა მაინც აცი არის ვერცხლის მჭედელი და რა პლასმასი წაგებული ხარ რა ხო და წაგებო არ შეიძლება ვერცხლით იყოს წაგებული ეგ ბარბია ნახე არ არის ბარბი ბარბია რა ვიცი ბარბია ოღონ ისა რა ოქრო მჭედელი კაცი ხარ რა ძალიან იაფი მეტალი რაღაც შეიძლება პლასმასია ხო რაღაცანაირია ეს ხელზე უნდა გავიგეთო მომწდება თუ ხელის არის თუ ფეხზე არა ყელის არა აუ ფეხსაც კაი იქნება ფეხის არის მაგრამ შენ ხელზე უნდა ფეხის არის მართლა რა მახჩობს ეს ბიჭო აბა შენ რა გიგონა გაიკეთე აგერ ანგელოზივით ეს არის ის მეორე ორი რაღაცა მეც ეგეთი ყველა მე რატო შემხვდა შენ წოწა აქ ეს კომპლექტი მანახე ეგ მანახე ბიჭო ხელზე მაწუხებს თორე პრობლემა ეს კი არ შეგაწუხებს თან შენ ფერში არის აი იმას სო მიეცი ეგ არა მაქვს ბორია გადაიქალი გამ ციგანი აი ციგანი იმასაც გავს ნეაპოლში რო ნიგერიელმა ბიჭმა ის მიეცი ეგ იმას რომ მათი ბუქი რო შენ გაიკეთე 5 ევრო მაგრამ წვერზე არ მოგიხდა მე ბარბი არ არის ყველაფერი მიხდება ჩემი ზომა თუ თავზე რო დაიდო არ გირჩევნია დიადემა რო გამიხსენი რა შენ მაგარი კაცი ვის მომეცი შენ კაი ხელი გაქვს თან დამცი აი ხელი შავი ხელი რაიც ის ხელზე გაიკეთე ნეკორა ეს ხელის არის აბა ეგ ხელზე როგორ უნდა გაიკეთოს რა საბავშვოა ეთქობა მაგრამ ეს სისხლს გამიჩენე ეს შავი ხელი მე ნახე შენ ამის შეკრისის არა მაქვს თვალები ლითი კრავდა ნახე ის მთლიანი რკინაა მან ვერ შეერჩევ მაგის მერე რაც მან მოდის ის აქ ყურყუტი ჩამოწიე და და მე ეს ამოუყარე რა ვერიზავს იქ ადექი და შემოუვა ვიდი რა ადეკ კაი ხელი გაქვს არ შეარ გო ადამიანს არა და შეერგოს თავი გაანებე ესეთი მომენტი ხო არასოდეს არ გაიკეთებია არაფერი ხელზე კინოებში ხო ძალიან რომანტიკული მომენტია მაგას რა გავკეთე შუბზე უნდა ხო როგორც მინიმუმ შუბზე პირიქით არის ეს გადავაკეთე პერსტენად პერსტენი სისხლმა რო იმოძრაოს იმაში კიდურებში ან თუ არ იმოძრაო მარტო თითი რო დაკარგო და არა მაჯა ო აჰა კაია გიხდე დაგხა შენ რატო არა გაქვს როგორც ზემოთ აუგნიშნე
ის გამარჯვებულის ბროშკა იყო დედაჩემის. ხო, არ მაინტერესებს. შენ ჩამოგერთვა. ჩამომერთვა კი ბატონო. აჰა, ტიტული გამოვიდა, აი მოგწონა. არა, დათო გახდა ჩემპიონი. რატო არ გიკეთე ეს ბროშკა? რატო არ მიკეთია ის ბროშკა და ის იყო ნანა დეიდოსი. გადმოგეცემა. რომელსაც დაჭირდა. არა, ამასაც ჩამოერთვა, არ მაინტერესებს, უცხად ჩამოერთვა და მე ვარ გამარჯვებული. შემაწუხა. ჩვენ ბოლო 2 ადგილია. ეს დაისო. ხო, ბიჭო, ისე ცხელა და ეს კიდე რა. ეს ხო. ეგ არის ზამთრის. ეს რადიაქტიული რაღაცა არის ანათებს. გამოსხივება. მოსაჭრელი თუ გახდა აქ ესეთა. თავანი ჩაბარდა. კი. ჩაბარი. კი. თუ გინდათ მოიხსენით ახლა რაც სისხლს გიჩერებთ და არაფერს არ მიჩერებ. გეხოთები სამაჯურად გადავაკეთებ. ხო, იმანაც ხელზე გაიკეთე. აჰა. ხელზე გაიკეთე, ოღონდ. აი, ბორია გადაიღე. ოღონდ აუცილებლად მაგიდაზთან არ კონდეს კონტაქტი, თორე ცუდი ხმა იქნება და ვახო გაგინებს. კაცო, ახოს მე დაველაპარაკე. მაგარი კაცი ემუქრება. ო, მაგარი მეუნება ბარბი. ბარბი ბიჭი. ბარბი ბიჭო უნდა უხდება, ბარბი ბიჭო. ბარბი კაცი. რა შვები დათო, რატო ხარ გაუპარსავი? ტყეთ იყავი გავარდნილი. არა, გუშინ გავიპარსე. დი ესე უნდა. და დღეს აღარ გინდოდა? ხო და დღეს რა ვდექი, არ ვიყავი გასაპარსი. ვა. და გზაში გახდი გასაპარსი. უცებ შეიქნა ცუდად გასაპარსი. უცებ შედა გამოვიდა. ეგრე დაჭიმე? შეიკუმშა და ესენი დარჩა. დილას არ ვიყავი გასაპარსი. არ უნდა დამებანა. და მაგას საბრალე. იკოს აქ ახალი ამბავი რა. ნუ ამან ხელი შემიშალა. ნახე ხელმა ხელი შემიშალა. შემდეგ ევასებ. რო გაინტერესებდა და სულ ითხოვდი რომ რამე ახალიო წამოიწყეო. ხო, უინტერესო კაცი რო. ხო, საერთოდ არა უფრო ინტერესო. ბროდ არ გეუბნებოდი, ეხლა გეუბნები. ეს ხო სწავლობს იმას. ოქრომჭედლობას. ლითონს. ხო. ეს ხო სწავლობს რემონტს და ქაბაბს. კი, შენ თორქულს. მეც დავიწყე რაღაცის სწავლა. აბა, გამოიცან რისი. ცეკვა, ბალეტი. მოვალთ შენამდე. კარგი. მიდი. რაღაცა ისეთ და მარგინალურს და ის. ფარიკაობის. რახან ხელმა ხელი შემიშალა? მეორე ხელი. არა. შენ თქვი, თუ იცი შენ. არ ვიცი. არ იცის. ოკული. ჯირითი. არა. ცხენოსნობა. არა. რაღაცა პადელით დაიწყე, ან ხელი შემიშალა, ჯირითი რა. ასტრონომი. ჯირითი ცოტა. ან ესა, ან კი არა. ცალი ხელით აქეთ იშა რაღაც ხილის კნევა. ისა. ძროხა იყიდა და წვედი. კარგი ვერსია. ძალიან კარგი. აბრძის პროდუქტების წარმოება. კარგი ვერსია, ოღონდ ახლოცაც არა. არა, კარგი ვერსია. ბამბის ნაყინის დამზადება. ბამბის ნაყინის წარმოება და რეალიზაცია. მაგათ მარჯვენა ხელი უნდა ის რო ატაროს, ხო? ხო, აბა. ჭხირი. არა, არა. ვერ გამოვიცანი? ვერა. ხელი ყველა. ის არა ვქია. ჯომარდობა. მან ორივე ხელი გინდა. არა, იმ საქმეში ორივე ხელი გინდა, რაც მე წამოვიწყე. მე თუ გინდა გამოვიცნობ. მედიცინასთან რამე კავშირში არის? ახლა არანაირი. ყორო ფოტოგრაფიის სწავლა დაიწყო. ესა არა. კიდე კაი ვიճი. აი, ვერ მივლენ ვერასოდეს აზრი არა. უთხრა თუ შენ დამაცა დედაცემ შევიდა. ერთი წამი. ახალი ვერსიები. არა, უთხრა. რა შეიძლება სოვა ხო არის? მოტოზე დადის და სწავლობს იმას. რა, სკუტერზე, მოტო. მოტოს სტარებას. რა ბოლივუდში გინდა? მაგას რო დაამოღამებ სიმღერაზეც რო იარო ერთი ორი კვირა უკვე ჩეულებრივი ბოლივუდის ვარსკვლავი. ოღონდ ეს უნდა მოიყოს და ულოხშები დავიტალო. და კუნთები არ უნდა ქონდეს, მაგრამ მაინც ესე უნდა იყოს. ეს ეხლა ეს და მათ ცოტა შესაძლებელი გაქვს. შესაძლებელი პირიქით. არ უნდა შევისწავლო. და ქონი წავსვა. რამდენ გაკვეთილზე იყავ? ორზე. რა მე ისწავლე? ვეღარ მოვკაჩი. თავიდან იყო რა არის მოტოციკლი? ეგ ვიცი. მოტოციკლიც ამოცნობა. რამდენიმე სატრანსპორტო საშუალება აქვს. გაგიკვირდება და ბავშვობაში მიტარებია. აჰა. არ გამიგვირდა. ეს იქ აღმოაჩინე ეს? არა, ვიცოდი. ნატარები ხო და ქონია. პირველივეზე ის ყველაფერი გავაკეთე, რაც საჭირო არის გამოცდისთვის. ისე რომ არც მე დავეცი, არც მოტო. საკაიფოდ, ოღონდ მითხრეს რომ
კარგი ბიჭი ხარო, ეს 125 კუბიანიაო და 650-ზე არის გამოცდა. ანუ უფრო ძლიერზე, უფრო მძიმეზე, უფრო სწრაფზე. მე რო უკვე როდის გადაჯდები მაგაზე? დღეს უნდა გადავგზავნიყავი. რომ არა ჩემი მაგიდა. მაგიდა. მაგას რო უყურე როგორ აბარებენ, მე მაგათად ფეხით რო გამიშვაჭირდება ვერ ჩავაფარო. რომელიმე იმასთან წამოწვა. ო რაღაცას გავუკარა. ხომ შენ ეგრევე უსწრაფებ და მეორე მერე უნდა მიცე. და მეც მინდა ესე ადვილია. მართლა? კი. რად გინდა შენ ახლა? მაგით არ ამგო. ბიჭო იქ ვივლი რა, ბეთანიაში რიკი. ძაღლი ხო ყავს? ძაღლიც გამომეკიდება. გამოგიდეო რა გაგასტრებს. ჩემი ვირტუალური შენ ძალიან დიდი კუბომეტრიანი კუი დაგჭირდება რა. არა, 125 მეყოფა. აი ვიცი. ნაჭამზე? ვიკითხე და არა, ნაჭამის ძალგე მეყვა. შიერის და ნაჭამი. ხო, მაგრამ საერთოდ სხვა დინამიკა არის სიარულის და ხო. და უცნაური რაღაცა ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ გიტარებია ხო გითხარი ბავშვი. ჯანი შენ გიტარებია? დინამიკა ვიდრე ვიდრე წარმომედგინა. ვიდრე ფეხით სიარული? უნდაც ხო? ფეხით რომ მიდიხარ, აი სადაც მიდიხარ, ხო იყურები იქ. ხო. აი ესე მიდიხარ. და მოტოზე რო ზიხარ, აი ესე რომ მიდიხარ და იქ უხო, იქ იყურები და მერე უხო. ბაბაც, შენ ფეხითაც ეგრე ვშვები. ესე რომ მივდივარ და აქეთ მინდა შეხვევა, გავიხედა. არა, გაიხედო, მაგრამ თავი გიჭირავს იქეთ? ხო, აბა. ანუ შეხვევის მომენტში. შენ მოტოს დინამიკით მოძრავ. აბა შენ გონი ესე მივდივარ და ესე უხო, ესე ვიკითხე. შენ ეგრე აკეთე? ბიჭო, რავი, აქ მაგერე ვაკეთებ. რო დაგინახო, საით იყრებ, მივხვდები საიდან შემოუხვი. ხო. რაღაც ეგეთი. საში ეს ყავს მიწაზე ეს და ეხა გვინდა კატერი ვინმე რო ისწავლოს. შენ რა? ავაი და ეს თუ შენ ხო წყლის კაცი ხარ და მოგიხდება რა. იმის კლიპი თუ დაგჭირდება რამე ფერიჩიტასნაირი. მწყოლი მე ვიქნები კატერი. ხო, ისე აგერ ეს ყავს, ეს ფრინავი ყავს, შენ რო კატერი დაიწყო, მერსედესის არ იყოს სამივე გარემოში, აერი, წყალი და მიწა. შენ რამე ცეცხლი რო ცეცხლის არა, ეს იქნება იქ რო აწერია 2 და 5. ტურბო. არა, შენ ყოფილი ხარ ჩემი წამოწყებით. ჭამაზე რო იყოს ხმლის ყლაპო ისწავლო. ცირკში ალეო. ისედაც უამრავ რამე ჭამკიდე ხმლების ყლაპო არ დავიწყე. არა, ეხა ხო დიეტორია. მან გავსუქდები. ეს კი უნდა ჩატოვო ბიჭო, შენ გამოიღო მერე. იმას მოინელებს ჩემი კუჭი უცებ, რა მოიღო და გაწუწნული. ზაფი თურჭხელასავით. რა გინდა რაღაცას ახალი ამბები ხო არ დავიწყო თქო. არა, რაღაც რა. სანამ სადა დავარეგულიროთ ამდენი სისული. აგვისტოა დაგვასვენ. დასასვენებლად სად მიდიხარ? არ ვიცი სიმართლე გითხრა, შეიძლება არ სადაც არ წავ. მაშინ შემდეგ გადაცემაში გკითხავ. კარგი, შემდეგში ხვალ. ხო იყავ ისე ბათუმში ხო იყავ. ვიყავი 2 დღე ბათუმში. მე უკვე დასასვენებლად იყო თუ საქმეზე? დასასვენებლად ვიყავი რაღაცის გასაკეთებლად თან. და დავისვენე დღე ნახევარი რა გინდა. უი, რა გამახსენდა, იცი, შენ რო თქვი იმ დღეს, რომ რაღაცას მოყვებიო ჩაწერაზეო. ბიჭო, ისა. ჩაიწერე ხო? ტაქსით მოვედი აქამდე და დამიწერა არაქართულენოვანი ძვოლი, სახელი აღარ მაქვს. ხამზატი. ხო, ჩავჭიქი მოვედი აქამდე და ეს კაცი მიყურებს და გიცანიო მითხრა. რა ენაზე? რუსულად. ოკუპანტს. ბიჭო, ვიფიქრე საიდან მიცნო. ბოდიშო, საიდან გიცანიო. შენო რამიზასთან მყავხარ ქეშევაში ნანახი ხაბაბზეო. მართლა? რითი ვარ ცნობილი ხალხი რაღაც საზღვრებს გარეთ. ენაში საზოგადოების რა რამიზასთან დავდივარ კაბ. იქ ეტყობა რა ისე მოიქეცი რომ დაგიმახსოვრე. არ გამორწორ ვარცხენს დაფავ. არ გამორწორ ჩემი სურათი უკიდია. აღარ შემოუშვათ. ვახ ისე გამიკვირდა. და გაგიხარდებოდა შენ. არა ჯიგარი ხარ თქო ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ვიტირე რაღაცა პერიოდი და მეცო. დავიწყოთ ახალი ამბები, პირველი არის კატეგორია ნახეთ ვინ ჩამოდის. ოპა. საქართველოს ხო მოდისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს უპრეცედენტო და ისტორიული მოვლენა ელოდებათ 26 სექტემბერს
თბილისს პირველად ეწევა მსოფლიოს მოდის ინდუსტრიაში ცნობილი ნაომი კემბელი. ხო, ყველას გაგვიგია. რას ლაპარაკო? ნაომი რამდენი წლის არის? არ არის ახალგაზრდა. მე ეს ოღონდ დაუწყია დიჯეობა ნაომი. და დიჯეი DJ-ის DJ-ად რანგით ჩამოდის. ვა, ნაომად კი არ ჩამოდის ხო, DJ. ან ფეხებად და ორგანიზმად არა, ხო? შეიძლება რაღაცა ის თანხwebdriver კონდეს და ლამაზად ეცვას და თან მუსიკასაც საწოდაობა ამას წინ მაგიდა უდრას და ფეხებს ვერ ხენა. რა იცი იქნებ პირიქით სულგით იდგეს. შეიძლება ფეხები ჩვებოდეს ამას. გრძელი ფეხები აქვს მაგას. ბიჭო, ნახე რა მოდაწავიდა, ჩვენ რო დავიწყეთ რაღაცები, ნაომი მას დიჯეობა დაიწყო. ჩვენ რო კანტორას ავიღებთ. ვერცხლით ნაომისთვისაც თქვა ერთი ადგილია საღები, დიჯეი ნაომი. ეს იმის კლიპშია, ხო ჯექსონის ხესთან როცა ყავს ეს არის? არა, ნუ ხესთანაც ეკოს, მაგრამ ისა. Do you remember this time? Do you remember this time შია? დიუ. არა, მან ედი მერფი არის. არა, remember the time სხვა არის. მოიცა გამახსენდება გეტყვი. არა, ეს არა, ლაიბერიალ გერლი არ არის. მაგას გეუბნები. ჭასთან როცა ყავს თუ ხეს. თეთრები რო აცვია და ლამაზი რო არის, ხო? ხო, მაგრამ ის ჯენეტ ჯექსონის არის სიმღერა. არა. რანაირი კაცი ჩაერთავს ჯერ. და ძმას ვერ არჩევს. მუსიკაზე ლაპარაკის ისაკ ინდური საჭია თავზე. იმასაც აქვს რაღაცა კლიპი ესე შავ ექნება თეთრი. გასაგები. რაღაც უდაბნოში ჭასთან და ეს სხვა არის. ჭიდა ახსო. ჭაჭა წყალი უნდა. მთელი ბავშვობა წყალი უჭირდა და არა, თვითონაც ღვაქ იმაში. იგოზე ჭღვაქ. ჩვენ გვაქვს ნიგოზეთში ჭა. ხო გვაქვს პლანა. კი, კაცი წყალიც ამომიღი. ხო და ესეც ეკავდა ალბათ და ეფექტურად ჩაცა. წავიდეთ? ნაომის ივენტზე? წავიდეთ. ნახე საწოდაობა რა არის? ნაომის თანახავად გა ნაომის მოსასმენად. სანამ სანახავი იყო არ ჩამოვიდა და მოსასმენად. ქვენცადი და მომიხევით ჩემთან გადაცემა. რა მე ამის მუსიკა იცით ვინმე ამის? ნაომი? არა, მე ნაომის გერ ჯექსონის არ გწოდნია. გაირკვა და ეხა ნაომის მომთხოვე. შეიძლება ისეთი დიჯეია. სხვის სიმღერებს რო აბამს ერთ. просто კაი გადამარვა, ხო, დუცუ. ეგეთი დიჯეი თუ არის. ო, სკოლის დიჯეი რა ბანკეტებზე რო მიქსავს. აი, შენი კოლეგა. ეს ახლა ვიღაცა ქართველს რო ჩაეცვა. მეც ან აზერბაიჯანელს იტყოდნენ რაღაც. არა, კარგი რაღაცაა. ზუსტად ეგეთი ნაჭრის მატრასი ქონდა სოფელში. ზუსტად. და ბევრს გეკნებოდა. იგაცა მეც ახლა რო ვიხსენებ, მე მგონი გებია ჩემს კონდა. ირაკლი შემდეგზე გადავიდე. მარტო ეს ნიუსი. შემდეგი ნიუს კატეგორია არის ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც გამოჩნდა. აუ, ჯიგარი, ბიჭო. ხო, ბიჭო, საშინელება. უელსში 26 წლის კაცი საავადმყოფო სახურავზე ავიდა, სიკვდილის ფორმა ჩაიცვა ხელში. ეჭირა ცელივით რაღაცა და ხო, ან ცელი არ იყო, მაგრამ რაღაცა ვიზუალურად ძალიან გავდა და იქიდან ესეთი ცივი მზერი დაგვიდა. ენახვებოდა პაციენტებს და საწყლებს აშინებდა იმათ და დაიჭირეს. 50 წუთის განმავლობაში იყო, სანამ მიხვდნენ ვინ იყო, რა საკეთებდა და რაღაცა იყო და დიდათ არა 200 ფუნტით დააჯარიმეს. მართლა? ხო, თვითონ იძახდა რომ არაო, ეს სიკვდილის ფორმა კი არა, ყვავის ფორმა მეცვა. ადვოკატმა ურჩია ეს. და რა დააბრალეს. ბიჭო, ხულიგნობა ალბათ. ხო, არ შეიძლება. ჯერსეთით საავადმყოფო სახურავზე ასვლა უკვე არ შეიძლება. რატო? სადმე წერია? არა, ხვიდეთ. უელსში წერია კი. კარდიფის იმაში. სადმე გინახია სახურავზე ასული ხალხი, იმისი, რა ქვია, საავადმყოფო სახურავზე გასართობად. წეცა იქნება არ იყო გასართობად. ფაქტია. საქმეზე. რა რითი ერთობა ეხა იქ? აი, მაგითი. არაფერი გართო. იქნება ინფლუენსერია და ავიდა რომ გადაიღოს.
შვენიერი აზრია. ყვავი როგორ არის ყვავი და ვარამეზე დააჭერა. შეიძლება ბიოლოგია და ყვავების ქცევა სწავლობს და ცდილობდა რომ ყვავების გუნდში შერეული იყოს. ერთად გაფრენილიყვნენ თბილ ქვეყნებში ან სადაც დაფრინავენ ყვავები. ანუ ბრიტანეთში თუ აღმოჩნდი 200 ფუნტი თუ გაქვს ზედმეტი შეიძლება ესე გაერთო. ხო კარგი, მაშინ სხვა რამეს ვიკითხავ, ბოდიში. თეთრები რო ცმოდა მაინც 200 ფუნტით და აი თეთრები რო ცმოდა და თავზე შარავანდედი ქონოდა და თეთრებს ატყლაშუნებს. აი ესე რო დავნახებოდა მაინც დააჯარიმებდნენ. კი, მაინც ის ამბავია რომ უკვე თან მოგვიდა. მაგ უკვე ყვავი არ ჭრის. შავი უფრო რედ სიტყვი კაცო. თოლია. შავი როცა ხარ და პირდაპირ სიკვდილის განასახიერებ პაციენტებისთვის, ეს უფრო ბოროტი ხულიგნობა. და ის შარავანდედიანი ფრთებიანი მან 100 ფული არ არის? სიკვდილი ოღონდ 64-ში და აქ არის უფრო ბოროტი, ამიტომ არა, რატო ეს სიკვდილი ამის მერე არის. მიყავს, ის მერე ირკვევა. რაფია? ეს ეხა სადარჩიოს პაციენტმა. ის შავი აფრთხობს, თეთრი ამშვიდებს. ო და ამიტომ თეთრი არ უნდა დააჯარიმონ ასე. ნაკლებით. აი, არ დააჯერია. მეორე დღეს შემდეგი ახალი ამბავი. კარგი, ექიმის ფორმით რო ამძვრალიყო. თეთრები რო ცმოდა და ისიც რო ჩამოკიდებული ქონდა. ფონეტოსკოპი. მაშინაც დააჯარიმებდნენ? მაშინ არ ეტყოდ. მაშინ იტყოდა რომ ექიმი ავიდა ეწევა და ჩამოვა. კარგი. ზებრის ფორმით რო გადმოეყე. რა გაინტერესებს? აპირებ ან რამე? დისკრიმინაცია. სიკვდილის დისკრიმინაცია. შავი ტანსაცმლის. შავი ტანსაცმლის ახალი ზელანდიის რაგბის ფორმით რო ასულიყო, შავია, არ დააჯარიმებდნენ ალბათ. ალბათ არ ყოფილი. სიკვდილზე არის ამბავი რა. შემდეგი კატეგორია არის აბა დღეს რაქნეს ფინელმა მეცნიერებმა. აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის მეცნიერები ჭკვიან სათვალეზე მუშაობენ. ეს ჭკვიანი სათვალე უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ სათვალემ ტიტული გაჩვენოს ვისაც და ეგ ხულიკის სისხლით. ხო, მაგას არ უნდა ის. არა, რომ სოკოები დაინახო და მიგითითოს სად არის და დამალული თუ არის ხაუსში ან ხეზე ან რაღაცა, ეგენიც მარტო ეგ თუ შხამიანია. ეგ უკვე მომავლის პროექტია, რომელსაც დახვეწავენ მერე და იმასაც გააკეთებენ, რომ აღიქვას შხამიანია თუ არა. რა თქმა უნდა, ეს აპლიკაციათაც შეიძლებოდა, რომ ტელეფონში გაეკეთებინათ, მაგრამ სოკოზე რომ მიდიხარ, აი გვემოწმება ცნობილი სოკოს სპეციალისტი. ცალხელში კალათი გიჭირავს, ცალხელში დანა. ჯაყვა. და ამ დასურილი იმითი ვერ იზავდა სათვალე. მე მგონი რაღაცა სპექტრს ფილტრავს ან რაღაცა და უფრო კარგად გაჩვენებს. რა მნიშვნელობაა კამერა გაფილტრავს თუ იმას? ტელეფონზე იმიტომ არ არის და სათვალეზე იმიტომ მუშაობენ. ესე ტელეფონის კამერით ზევნა გაცლებთ უფრო ძნელია, ვიდრე სათვალე გიკეთია და ეგ გითხრა, ეხლა ზუსტად ეგ თქვი, რომ ხელები რომ დაკავებული გა. ხელები რომც არ კონდეს დაკავებული და გითხრა რომ ტელეფონით წახვა თუ სათვალით და სათვალით წახვა. სურო 8 ხელი გქონდეს. სხვა რა ვერ ხვდები შენ ეთქო. ვერა. ტელეფონში დაჯდება 2 ლარი ამ აპლიკაციის გაკეთება და სათვალე ხო ხედავ მთელი ფინეთი მუშაობს. მე მუშაობ შენთვის და შენ და გამოიყენო ამათი მუშაობის შედეგი და თან არ გამოურიცხავ რომ იმის კამერას რაღაცა სხვა სპექტრშიც აქვს ჩვეულებრივი ტელეფონის. რატო არ გამორიცხავ? იმიტომ რომ ვიცნობ მაგათ ჯიშს მეცნიერებისას რაღაცა ისეც გაკეთებდნენ ისი ტელეფონში რეალიზაცია ძნელია თორე ხო ვერ გაყიდიან იმ უძვირეს სათვალეს. წადი დამანებე თავი რა. შენ იყიდი ესეთ სათვალეს? იაფი თუ ეღირება ვიყიდი. აი რამდენად იყიდი? რავი ლარად. მაქსიმუმი? სოკოზე არ ყოფილა 30 წელია რატმინდა სოკოს საძებრი სათვალე. აბა რას პროფესორობ მაშინ რო ისე? არა ხო დავდიოდი. მოიცა. შენის ბიჭერა ხარ მილიონი შტერობა რო გაქვს ნაყიდი? კი, მაგრამ ყველა პოტენციურად გამოსაყენებელი. ზვირი ეღირება იდეაში. ზვირი ეღირება ხო ეს ჭკვიანი სათვალე იქნება, ეგ ეღირება $100 ყავი, $300 ბევრია. გააჩნია ეს სოკოზე თუ დადიხარ? მე დატომიო თქვენა მიგორეთ რომ სოკოზე დავდა, არასდროს არ ყოფილა სოკო. მაგრამ გიხდება. არც ცნობა. გიხდება შენ, აბა ნადირობა არ გიხდება, თევზაობა არ გიხდება. რა იცი რა მიხდება. მიწათმოქმედებაც არ გიხდება. რამდენად ნანახი სოკო რა. ნანახი მაქვს თოფს როგორ ისწორი და არ გიხდება გეუბნები. შენ რამდენი რამე ყავს მოკლებული სანადიროთ რა ყოფილი? ჯამში 1 3
არ მინდა ამით აპელირება და პედალირება. მე ერთადერთი მეც ნოლი. მე ერთადერთი ჩიტი მყავს მოკლული და მას შემდეგ დავიფიცე ცოცხალ არსებას აღარ თევზზე რამდენი თევზი ყავს გაუბედურებული? კი, ამოტრლეზილი. ბევრი თევზი მყავს. ასახი იჭრებული. კი ბატონო. ბევრი თევზი მყავს. რატო არ დაიფიცე თევზზე? იმიტომ რომ თევზი ბიჭო მაინც არ არის რა, სოკოსავით არის, ცივსისხლიანია. თვალებს ვერ ახამხამებს. ხმას ვერ გამოსცემს რაღაც რა. შამაია ჭვიტინებს, მოხო ჭვიტინებს. ჭვიტინებს რო ამოიყვან წყალში როგორი ჭვიტინებს, თავის ბუნებრივ გარემოში ხმას არ იღება. ანუ რაღაცა ის არის რა. კუცხო ატყლას. მოძრავი მცენარე. სოკოკი და უძრავი თევზი. მცურავი თევზი. შემდეგი კატეგორია რა ხასიათზე გაიღვიძებთ არ იცი. ბელარუსის დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო ინიციატივით გამოვიდა, რომ მოსავლის აღების ჩავარდნა, ვისაც დაბრალდება მიზეზი ვინც იქნება, ისინი ჯარში გაუშვათ. ერთი კვირა მოამზადოთ და მე პირდაპირ იმებში წინა ხაზზე არა აქვს დომი მაგათ, მაგრამ ნუ სადღაც იმ. მაგრამ სადმე გააჩალიჩეს. უკრაინის საზღვართანო, ხო, მეცავიგით. ნებისმიერი ჩინოვნიკი მეურნეობის მექანიზაციიდან, კომბაინიდან ან რაღაც ამის ხელმძღვანელები ვინც არიან, ეს ხალხია მაშინ თუ არ შეუულიათო ესო, ჭურვები ზიდონ მაშინ. რამაგარი რეკლამაა ჯარის, ბელარუსული ჯარის. მოტივაცია. ხო, აი ქვეყანა რა მოტივირებული არის, რომ ძლიერი ჯარი ყავს. ხო, ჯარი დროშიან ხალხს. კი. და ვინც კარგად დახოცავს ხალხს, იმებს ძროხების იმას აწველებენ ძროხებს. მოსავლელად გადაიყვანენ. ეს იყო დღეისათვის ახალი ამბები. გადავიდეთ სტუმრის ნაწილზე. გადავიდეთ. დღეს ყავს ისეთი სტუმარი, რომელიც ჩვენი ეს YouTube კაცები რო დავიწყეთ, მაშინ Facebook კაცები ერქვა. ხო. Facebook-ზე გავდიოდით. მარტო პირველ გადაცემაში იყო ჩვენი სტუმარი ეს ადამიანი. იმედია რომ ბოლო გადაცემა არ იქნება. თორემ მოხვდება. და ესე არ დაიხურება. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ირაკლი გაფრინდაშვილი. გამარჯობა. გამარჯობა. რამდენი ხანია არ ყოფილხარ? როგორ გაზრდილ ხარ, ბიჭო, მე მახსოვხარ. უჩემო და პირველ გადაცემაში რომ ერთი ციცკნა იყო. არა, ხო, მაშინაც кай ბრგეი. კაი ფეხი გამომადგა. ძალიან. ბიჭო, საკაიფო ფეხი გაქვს, კი? ძალიანი. მეტი რო არ შეიძლება, რა. როგორ მიხარია? აი, ეხლა გვინდა რომ ერთი გაუვიდა ვადანი. ერთი კიდე გვინდა. აბგანო 10-ის განახლებას არის. ტეხას მოტრი. ტეხას მოტრი. გადაცემის ტეხას მოტრი. თქვენთან რომ მოდივარ კომპლექსდები იუმორზე. ხო და რა. მაშინ დავკომპლექსები. ეხლა არაფერი არ გეტყობოდა იქ. რამდენ ხანში გაგიარა? აი ეხლა გამოჩნდება. ეხლა გუშინ გაუარა და მოვიდა. ჩამოხვედი ზეიდან. თიდან. ხო. კი, ხოლო თქვენ სანახავად თუ ჩამოვიდოდი. კარგი ბიჭი ხარ, იმიტომ რომ ის ეგრილად იყავი, რომ გამიკვირდა რომ ამოდითო არ თქვი რა. იცი რა, მე მგონი უნდა გითხრათ ერთი ამოდით. ამოვალზე კარგი გეგმები რომ მიყოლებით. რაღაცა რო გექნება, ივენთი. მე მგონია რომ ერთი გასტროლითაც უნდა ამოხვიდეთ. ახლა სცენა და ამფითეატრი გვაქვს. არ არის ერთი ბერძნული ტრაგედია ვერ დავგიგეთ და რამეს ახალისო მაინც ჩვენ დავდგამთ ბერძნულ ტრაგედიას. აი, კომედიაც ბერძნულია, რატო გამადგმევინეთ ტრაგედიას. იქნება თვითონ ხო იცის რა ხალხი. ტრაგიკომედია, მაშინ რომ ორივე მოთხოვნილება არის ტრაგედიაზე. ხო, და ისა რა ქვია? რა ქვია შენ ადგილს? სათიბე. სათიბე. სათიბესთან გავიარეთ ერთად 4-ვე 1-2 წელი. კავკასში მივდიოდი. წალკიდან მოვდიოდი. და რაღაცა ისეთი ივენთი ქონდა, რომ ძლივს გავიარეთ. ალბათ ვასკას მარათონი. ხო რაღაც დიდი ამბავი იყო და იგი ნამდვილი მანქანა იყო და შევამჩნიე წეღანაც გიხდა. იმდენი ხალხი ჩემი მიწაზე იყო ბევრი მანქანა. რო გავითვალისწინოთ. თვალისწინო და დამირეკე და ზოლიანი ჯოხით მოყვა. მოდი. იმდენი ხალხი იყო ამოსული რომ თბილისში ჩამოვედით პროფკა. ო, დიდი ამბავი. კი, მართლა ძალიან დიდი ამბავი. შაბათს იყო. ხო. მაგხელ ამბავი, არა, დროს არ ქონია სათიბეში. და და ასე იქნება ყოველ რას წელს. თიბავთ იქ? გავთიბეთ უკვე. აჰა. გასათიბი გაითი. რაღაცა სხვა სახელი დაგერქნი. რატო გაიშალა? მაგაზე ის იყო ბიჭო, დიდი გამოკითხვა იყო. ხო იყო ის რაღაცა. იყო რაღაც ვარიანტები, მაგრამ გამოკითხვა. რატო გაისახელია? ისე მეორე რა გავიდა. და რა? რა, გავიდა.
იცი რა, რამდენიმე ვარიანტი იყო. ერთი იყო ზესულა დავარქვათ, Metro Production-ი მიკეთებდა ნეიმინგს და მე რომ დავფიქრდი, სადაური ხარ რო გითხავენ. რა გამოდის? ზესუელი. ზესულელი. ზესულელები, ამიტომ. ხო, სათიბე ვარჩიეთ. სათიბე რაღაცა ვიდეო კეთილი. რაც იყო, მანამდე შესაბამისად დავარქვი მე. კარგი აი სახელი. სახელი არ არის ცოტა სახელი. კაი ნიგოზე თან ვერ მოვა. აბა შენ რას დაასრულე ჯანებ? ხა? რას უწუნე? არაფერს არ უწევი, მაგრამ კაი სახელი და ეს სოფლური სახელი არა, სოფლის. როცა სათიბი სახელი ვიდეო მოგიძრება არის ყველაზე რთული რა, ჩვენ ჩემთვის მაგალითად რა და რო გააწყავ, კარგია. ხარო დაგუგლავ მარტო ეგ უნდა ვარდებოდეს. სათიბი კი არ დავარქვი, სათიბე დავარქვი, რომ ახალ სოფელი რო დაგერგო. გამარჯვება, ხო, არაშენ. კიდევ არაშენდაც დავარქვი. ხო, როგორ არის მაგის? იქოს აგერ 3 წლის მერე გამართულად შევხვდი და ასე ჩამოვარდი. როგორ არის საქმე? კარგად არის საქმე. всё, დაიწყეთ. განაშენიანების გეგმა. გერგე დაამტკიცეთ. იმის მიწაც მოყვა გერგეში. მაგის მიწიდან დაიწყო. შენ გენაცვალე რომ მიმიხედა. არა, ბიჭო, დავჩაგრავდი. ეს ჩიკა ვიზუალი ჩემირჩიეთ თუ შემთხვევით დაემთხვა. არა, ეს ამის ავტორობით. მეზოზაური არის ჩემი გამოგონებული დინოზავრის ერთ-ერთი სახე. ჩემი შვილი დინოს მეძახდა და თან რაღაცით გავართ. თვით მაგალითად და მეთქი სალომეს ირონია ხო არისო? და ბალღები როგორ არიან? გადასარევად. მშვენიერი. იგი გადევინებ თვალყურს Instagram-ზე. მე Instagram-ის კაცი ვხდები რა. Facebook-ი ჩავხსენი და კარგი ბალღები გამოდგენ, მაგრამ ხო გამოდგომაზეა, უნდა გამოგადგეთ. გამოდგენ. გაგიმართ. დავიტოვეთ წეროს რაღაცა ისეთი კაი გამოდგა. მშვენიერი. და ნუ მაყოფილი ხარ. კიდე ხო არ გინდა. კიდე ხო არის. ახალი თავშევი, დავდმები იმით რაც ანუ არც ისე კარგია. ხანდახან გაეთრიო ნაკიდან, მაგრამ ძირითადად კარგია. ბიჭო, რა მაინტერესებს ხა? აი ხა, სოფელი ხო დავარქვათ ისე რომ მოიგონე და გააკეთე. კი. სოფელს ხო უნდა რაღაცები, თავისი რაღაცები რა. ყველა სოფელს აქვს ხო იცი? და აქვს რაღაცეები, ხო? იქ სოფლის გიჟი ყავს. აი სოფლის გიჟი ვეყოლება, ალბათ გამოავლე, ნუ გამოვლინდეს ჯერ. არ მიცემია შანსი. სოფელმა თვითონ უნდა ნომინირება. თავის გიჟს. არა კონკურენციაც მაღალი იქნება. ჩემი აზრით. საპატიო სათიბელები გეყოლება. აბა. სათიბობად ძალიან მინდა მოგონილი დღესასწაულები. საპატიო სათიბ წყალკამკამობა და რაღაც ეგეთი მოგონილი დღესასწაულები რო აღნიშნოთ. აუცილებლად. ისა აქცენტი არ გვინდა? ვა, მართალი ხარ. სათიბელი თავისი აქცენტი უნდა აი 1365-ზე ხო და რაღაც აქცენტი, რაღაც სპეციფიური სიტყვები. კი. ამე 100 იმატებოდეს ბოლოში. ხო, ზ. ზრა. ამოვედით ზ. დაჟე დაგავებულია და ხო, და მოუნები ყველა დაგავებული. კენ და რაღაცები. და ცოტა მელოდიაც უნდა რა ვამბობ. ხო, ისა ინტონაციის მელოდია. ხო. ამოვედით ეგ თელავურია და. ამოვედით. ეგ რაღაცა პერებოია. ხო, ეგ ძალიან რთული არის. ხო, რაღაცა ეს შეუკვეთეთ იმენ სპეციალისტი. რაღაცა ნაცვალსახელები დაგჭირდება სპეციფიური. კაი მელოდია თუ გინდა ფული ხის. რაღაცა მრავლობითის ფორმა, ნართანიანი. ჭუთიან რაღაცა. კაცჭნი. მაქამდე მივიდეთ და აუცილებლად აქცენტი რა პრობლემაა? ამაშენე. აი ეს ამაშენები. რომ მარტივი აქცენტ თურქეთიდან ჩამოვიდა თქვენ. მარტივი თუ გინდა პრიჩოსკიც დაიწყო. ანასოფლეს რო შორს ეცნობ. ო, სათიბელი ხარ. ის არ გინდა დამეგობრებული უცხოური სოფელი. მყავს უკვე ერთ სხვათა შორის. ხო, სავინდა იმეგობრე. გერმანიაში არის ესეთი რაღაც დორფი. სოფელი და ამ ეკოსოფელთან მიმდინარეობს ახლა გერმანული ბიუროკრატიით ჩვენი დამეგობრება და ინტერესი გამოისახება ეს. კულტურულ მიმოცვლაში. და რაღაც მოედანს დაარქმევენ სოფლისა. 10 და 11 ოქტომბერს ოქტომბერფესტს ვაპირებთ სათიბეში. ბერლინიდან ერთი ტონა ლუდი ჩამოგვაქვს. ჩამოგვაქვს.
ხართ დაპატიჟებულები დიდი ლუდის მის აღსანიშნავად და ამფითეატრსაც თუ ავითვისებთ მაგ დღეს მე მგონი არ იქნება ურიგო. ხედა, 12 ოქტომბერი. 10-11. ვიკო, მანქანა შენთან ხო გამაჩერები? კაცო. მეზობლებს ისე ეკუთვნით. ჩვენც დაპატიჟებული ვარ და მეზობლებს ისე ეკუთვნით რაღა. აქვს გამოუშვეთ რა. ირაკლიძეა მამა შემოდგა. ზია ირაკლო. აი შეიძლება წამოყამერე და გამოატანა. საქართველოში რამდენი ხარ სოფლის დამფუძნებელი? შენ გარდა ვინმე არის რომ აი სოფელი აქ დაფუძნებული? არ ვიცნობ და გავიცნობდი სიამოვნებით. რაღაც სოფლები ხო სახელიდან მოდის. ხო, მაგრამ ცოცხალი აი კარი ხო არის რაღაც ვიღაცა გიო იქნებოდა. გიუნაშვილების სოფელი. ხო, მაგრამ გვარებიდან უფრო არის ხო? ხო, მაგრამ აი ეხა მე ჩვენ მინდვრიდან მოდივართ და 21 საუკუნეში რომ სოფელი დააფუძნა ცარიელად. ჩემი სოფელი კაცო დედული საჯავახო არის ვინმე ჯავახოდან წამოსული. ნუ ლეგენდა ეგეთი აქვს. ჯავახიები ცხოვრობენ? არა, სახელი იყო ჯავახო. ჯავახო. რამე ლეგენდაც მჭირდება ეხლა. აუ ლეგენდა აუცილებლად გჭირდება. აი ის ცელით ხო იყო ის კაცი. უელსელი კაცი. საავადმყოფოს სახურა. ლეგენდა და არტიფაქტები გინდა. აბა სათიბე არტიფაქტებს ჩავყრით კაცი. მე ვერცხლის რაღაცებს გავაკეთებ და ჩავაკეთებ. რაც არ გამოგივა ჩა. დინოზავრის კი, დამბნარი და რაღაცა. კი. ან აი რაღაცა ისა პირველი ცელი მაინც უნდა ვიპოვოთ მაგ ადგილას. ხო, სათიბეში ქვებით რომ რაღაცა ბუდე გააკეთო. რომ ვითომ პირველი პტეროდაქტილი აქ მანდედან მოდი. ახლა ორბეჭერი პირველი აქედან ორბი. ეგ კარგია. პირველი აქი ბარტყა. პტეროდაქტილები რო გაწყდნენ ორბებიში ორბია გამაგრძელებლები მათი. ლეგენდა უნდა რაღაცა ხო თიბოაზე რა. ერთი კაცი კაცი თიბავდა. ხო ესე და რაღაცა პროექტები უნდა რა. აი ვთქვათ აქ აშენდება სათიბეს საერთაშორისო აეროდრომი. როგორ მინდა კაპრინდაშვილებთან აი გაფრენა გაფრენა. მარტო ის ახე ორბი მარტო გაფრენა. დეპარჩერ გააკეთა. გამოფრინდაშვილი ხო არა? არის ვალსი არ. რაიმონდ თბილისში ჯდები რა. რაღაცა ეგეთი. ან თქვათ ისეც მოგიხდება. პორტი რო გააკეთო. უზღვაობა. ძველი დაჟანგული ღუზა რო დავდო და აქ ადრე სხვა მოდიოდა. არგონავტები შემოვიდნენ აქამდე ბარემ ხო. ეგეთი სისულელეები. ან სისულელეები იყიდა. აი ეტყვი ლეგენდას. მიდი? ამოცანები რომ მისცა იმას დავალებები არგონავტებს მედიას მამამ. ხო. აი ბატონი აი ეტი. იყოს რომ უნდა გათიბო იქ სათიბეში იყო იქ ამოვიდნენ დრაკონის კბილებიდან ისინი ჯარისკაცები. 600 წლის გაუთიბავი ბალახი. ეგ ალბანები სავსე და იაზო. ლეგენდა რომ ნებისმიერ წელს ერთ მოქნევაზე ცვითავს ბალახი. კი, აი ლეგენდა. და მე უკეთესი ჩე. ან ცელი რო ჩაარჭო არტურის გამოაწრობს ამ წელს და მიჩი შენ ამოაწრე. ეს რაგინ არგონავტების ციკლში ჩაგვიდა. რაუმატული. სამი ციკლია სუბერძნულ მითოლოგიაში და ერთ-ერთში ჩაგესვიდა. რთული რაღაც უფრო ესეთი მინდოდა რა მარტი. მიჯაჭული რომ მანდიყო დაუშვათ ამირანი. Wi-Fi-ს რომ მაგრად იჭერს. აი რამე ეგეთ თანამედროვე ლეგენდა. როგორ სიყვარულით უყურებს და პასუხისგებლობით თავის სოფელს. ბიჭო, რამდენი ხანი ამ საქმეში ხუმრობს სოფელს. მართლა მითხრება ზედმეტი უგორით. აი ხა მივხვდი რომ აჯობა, ნიგოზეც აჯობა. ისა რამე ტბა არ გინდა რომ გააკეთო. გვაქვს ახლოს ალგეთი. ალგეთია ქვევით. ახლოს გვაქვს ნიგოზეთიდანაც გვაქვს. ახლოს ატლანტიკის ოკეანე. ახლოს არის რომ ანკესით მიწი. იყოს წყალი დენი და საიდან არა სოფელში ტბა რო იყოს კარგი იქნებოდა. თუნდაც დამშრალი. აი იდეა. აქ იყო ტბა. ნატბარალი? ნატაბეული. ერთ-ერთ უბანს დაარქვი რა. ვულკანი მოგიხდებათ. ვულკანიც იქვე. ადვილად კეთდება ვულკანი. ესე მოჭიშკა. ვირტუს ხო ვულკანურია. შენი უნდა ჩემია ერთ მეზობლად ვართ მე და ბირთვის აქ გადასახებ გადმოგძახებს
ჩანჩქერია, მაგრამ ვერ ეგვაქვს ჩანჩქერივით ხანდახან. სოფელ შრალი ჩანჩქერიც რო გააქვს. ერთი მეზობელი ქვეყნის მაგალითს ეკეთხვი, უკვე ტურისტი. სოფლებს უხდება ეგენი რა, ჩანჩქერი, გადასახედი. გადასახედი ისე კლიანად გადასახედია იგი ჩეთი ხელი. ხო. გადასახედი. გადასახტომი. სათიბე სახედე შეიძლება და ქმნებოდა სხვა შემთხვევაში ისეთი გადასახედები. ბიჭო, გეტყვი რა უნდა უქნათ ჩვენ. ნახე მე შემოვიდე. იქ ნახე. შენი ვიდეო ნახე, საირმე ხوار და ვარ, ირმებს რო აურა მაგარი. მან დავიწყე 3-7. ხო. ხშირად არის ეგ ამბავი? კი, თითქმის ყოველ მეორე ჩასვლას. მართლა. და ეს რო ჩადიან არ გარბი, რო ჩადიხარ არ გარბიან ამ. ამდენი შვედია. შინაური დარწმუნებული. ცოტა მსუქნები ხო, ძროხა ხوار. არა ბიჭო, გადაღებული ხონდა და ძალიან ლამაზი. მაგით მარკეტინგი რო არის ყველაფერი. ძალიან გირდებოდა რამოდენიმე მიწის სასწრაფოდ გაკეთება და ვერაფერმა ვერ უშვება და მაგ ვიდეომ მეშინ ხარ შემთხვევით არ დამეშევა სტუდიო არ მაქვს ახალი მიწები, იმიტომ რომ ყველაფერი გაკეთდა. ნახევარწრის მაგინებდა რომ ირმებს წაართვეს მინდვრები და ნახევარმა იყიდა რაც იყო დარჩენილი. მე როგორ ნაგაღიდა, იცი, იყიდება 1000 კვადრატი და მოყვება ირემი. სადაც არის სოფელი გჭირდება კიდე, სადაც საქონელი რო გადავა აღარ მოწვი. აი მე საქონელი არის ჩემი კარმა. უგორებ რა. იქ ბევრია. არა ხო, სათიბები წავართვით ჩვენ ძროხებს და შესაბამისად ორთაბზოლა გვაქვს რა. სანამ სახლი გავაშენებ, სრული ღიაობით ცხოვრობდი და თურმე მან სანამ თიბათვე დადგება, ნახევში დადის საქონელი და რომ გათიბავენ, მე უშვებენ და ერთას გავიგოძე და 100 ძროხა ერთდროულად ჯვამდა ჩანჩქერი. და სანამ ნახევარი კილომეტრი უნდა გქონდა. და სანამ ნახევარი კილომეტრი ღობე დავარტყი სახლს და მოგესალმებით სოფელში ეგეთი კაცი შოვნა რომელიც ღობეს დაგირტყამს ნახევარი კილომეტრს რამდენი დრო დაჭირდება, მანამდე ყოველ დღე 100 ძროხას დენიდი ვერ ჩოდი და ეხლა რომ თიბავ თურმე გათიბული ბალახის სუნი იზიდავთ და მოდიან და ღობეს აგრევენ ღობეს. ასაც გადივა ღობის იქით უნდა გადაყარო და ახარ შემიძლია ჩემი და ძროხების ორთაბრძოლა ყოველ დღე. გორგილა როგორ ყავს? ეს თქვენი პაექრობა ისა. ჩვენი პაექრობაც რაღაცა მიილია. ხო. არა ეხლა რა მობეზდით ერთმანე. არა რაღაცა შესაბამისი გარემო აღარ არის საპაექრო მოვიწყინე. საღლიცინა. ეხლა რაღაც იდეები გვატყობს, სამოგზაურო გადაცემის გაკეთებას ვფიქრობ, აგერ პირველად ვაჟღერებ, ხო იცი გაჟღერება ხან. ვა, ნახე, YouTube-ზე? ნახევარი საქმეა. კოსმოსში გავუშვით. აჰა, დადებითი ისინი რა. ხო და მაყოლეთ თქვენ დადებითი ენერგიები ამ ამბავს და. კარგია. მე გადავიკვეთებით საათმე სამოგზაურო. კარგია, კანის სტენდაპით და ჩვენი მოგზაურო. დავაი. და როგორ შენ და გორგილამ უნდა იმოგზაუროთ? მე ვამბობ, რომ კიდე ჩემი აზრი. თუ შენ მოგზაურობ და გორგილა ყო. მოგილა ბო. ჩემი ხანდახან ეჭვმება, მაგრამ 3 მილიონი რანაირად ვარ, იმიტომ რომ იმდენი ვართ უკვე გაბნეული მთელ მსოფლიოში და ისე გავედინეთ რა. თან რაღაცა ჩაცხოვრებული და იქ რაღაცა. და მაინტერესებს ეგ ხალხი community-ები, როგორ ცხოვრობენ რა. გარკვეული პიროვნებები კი არა, ადამიანები. ხო. და რაღაცა მაგათთან ერთად გატარებულ დღეებს ესე წარმოვიდგენ მე მაგადაცემას. აი იდეა, ხო, ეგეთი არ მინახავს. რაღაცა ისეთი მინახავს დოკუმენტური ფილმები 10-თაოთ, მაგრამ ესე. ხო და ნახოთ. მათთან ერთად დროს დარება ის რო გაჩვენებს მისი ცხოვრება, ჭამასმა, გართობა, ღლიცინი. ნახოთ რა იქნება. ვა, კარგია. კარგი რამისთვის თუ მიქებთ ესე იგი? არა, კარგი იდეა გაიჭირს და ამოუჭირდა სპონსორთან გავაგზავნე პირდაპირ. კარგსიზავ. გადავიდეთ თამაშის ნაწილზე. სალონური შეხვედრა რა. ანუ ადრე იყო. ჩვენ არ შევეხეთ შენ ერთ ძირძველ მემართულებას აქამდე და აი ბოლოში მოიტოვა გიორგი. ასე 180 წლის წინ პოპულარული იყო სალონური შეხვედრები. ხალხი ხდებოდა ერთმანეთს და ლექსებს უკითხავდნენ. შენ ხო წარსულში პოეტი იყავი.
ამდე როგორ ჩახოდი ბიჭო ამდენი ვიწვარე მაგის ეგ რო გადაგება რა არ მოვიგონე გადამეფარა სოფელია ეგ დაემარხა და აქ ეხა გამოვა დავალებები 3 სიტყვა მოგიწევთ თითოს ის იმ 3 სიტყვით უნდა დაწეროთ ერთი კუპლეტი მაინც ლექსი შეგიძლიათ უფრო გძე და თუ მე და შენ ხო იცი რა მაგრები რამე იყოს პოემა რო დავწერო შეგიძლიათ თეთრი ლექსი დაწერო ურითმო ლექსი დაწერო მაშინ პრობლემა არა რაღაცა მინიმალური მცდელობა უნდა ეთო მე როგორ წერე და აღარ დავწერო შეიძლება მე რო შეგიფასო ჟიური რო ვიყო არა ეხა ირჩიეთ 5 ისა გვაქვს რეკვიზიტი და ხო ის არის ამაზე უნდა იყოს მუზა რა ხო აი ჩემი მუზა საყურეა რა ხო კაი მე მაინც დურგალი გაცემა რა გრალით მოდი მე აი 5 დავიხურა დათო კაშნე დათოს მეეცი და შამდალი მე რატო გადაწყვიტა რომ კაი შამდლე გაიხარე შანთე მამანაც რაღაცა წააგო ნახე ყელზე უკეთია ვა ნახე ჯანელა ძალიან ლამაზია რომ რაღაცა მინიმალური განწყობა შეიქმნა ყავდი მართალია რა კითხვა მაქვს თემა მოგივა კაი ხელოვნური ინტელექტი რენდომ 3 სიტყვას ამოგიგდებს და ის და მასთან ესეც უნდა დავაკავშირო რა ეს არის სალონის ფორმა რომ ანუ ეგ არის შენი მუზა სიტყვაზე შეიძლება ისიც ქალზე იყოს ეს სალაღობო ხო სატრფიალო და მაგ ქალს წაუკითხო ის დათო ხო ვიცით ანა ლექს დაწერს და პოეტს რაღაცით მაინც რო გავდეს ეს მუზა ეს ამისთვის შეიძლება სადღეგრძელო ლექსი იყოს რა რახან ფიალა ხო ისეთი რა სამშობლო პატრიოტიზმო რაღაცა შრომა ჩადეთ შიგნით და კაი რომანტიკა კი იმას რა ამას რაღაცა შეიძლება ის ან ისა მომავალს ხედავს რა ნოსტრადამუსი ან იწვის ასე როგორც ან ედგარ პოსავით ყორანზე რაღაცა ჯანდაბა საშინელებას სიკვდილები დაწეროს ვინ არის მე პირველი ციფრულად დავწერე რა უფრო მაგერად გამომიგო დაწერე კაი პირველი ვინ არის ჯანდაბა ბადრიჯანი ჩანგალი პინგვინი იგო ქანდაკება ნიორი გიჟ პოეტური მოიცა ტარაკანა ველოსიპედი ქვები ქვაბი აუ ეს ვერ კითხულობს რა ბულდოზერი ნიანგი ხახვი აგაბარი საფულე ყავის დამსხმელი და ყველი ყავის დამსხმელი მორჩი ბიჭო ფიჭო ძნელი გუნვაში ხო შეგვიძლია ეს ხო როგორ დავწერო უნდა დაწერო აი აქ გამოჩნდა რომ რეალურად არ ვარ პოეტი და ეგ მოგონილი იყო არავინ არ არის პოეტი პოეტად არავინ არ იბადება მაგრამ ისეთ დებილი ლექსი ამას მე დავწვი აუ ჩაჯიპი ხო და აი ჯიგარი ბიჭო რატომ მიჭირავს ეს ტელეფონი ხეში ტექნოფობი რო ვარ მარტო ეს რო ვიცი რა სტატუსი დაწერა კაი მე დავიცი ჯანელა პოემას წერს მე მქონდა სიტყვები საფულე ყავის დამსხმელი ქალი და ყველი უფრო მოკლე ესე ქვია ლექს ლექსი არ ქვია მაგრამ თავიდან დიდი დამიწერა მე მიუწერე უფრო მოკლე თქო და მოკლე დამიწერა და კარგი სათაურია უფრო მოკლე მიდი პური და ყველი სურნელი დილის ესე იწყება ყავის დამსხმელი ქალი მიღიმის შედამყალო საფულე გავხსენი დავთვალე ხურდა დღისასე მშვიდად დაწყება მსურდა შედამყალო რა ბატარია გიტო ო დაინახე ქალი და კი თან ვამეცადინე რა ვერ წერდა პირველი რომ საფულე წაგიკითხო გავხსენია რა საფულე გავხსენი ხო ვერ ქნა კვარტალია ყველა რითმა ჩემზე უფრო სუფთაა მე საერთოდ უარი ვთქვი რითმაზე სიტყვები რა სიტყვები გქონდა ვერლიფში წახვედი თქო რა სიტყვები გქონდა გითხარ ესა ტანკი გამოვაცხე 5 ხაზიანი ბულდოზერი ნიანგი და ხახვი 5 ხაზიანი ლექსი წყობა მოკნებით უნდა გადაიგდო ესე რა შემოცხო ეს უხდება ანთელიც რო გადმომიგდა კარგი ბულდოზერით ჭრი ხახს მდინარის პირას
ცხარე ცრემლების დიდ ნიანგებს გაღმა ნაპირზე. ვა, კარგია. მორჩა ამხელა ასრი. მოხდა. ხუთი რა ხასიანი რა იყო? ერთი ორი სამი. ხუთ ხაზად დაწერე. ბიჭო, ტანკი არის მართლა რა არის იაპონური? ეს არის. ეს ახლა რომ მათარგმნია მე იაპონურად. სამორ იუანს რომელიმე იაპონურ ალამან ირაკლი კაკაბაძეს დაგაკავშირებ რა. აბესთან გავიმეორო. იენა. კარგი ბიჭი ხარ, შენი ლექსი მომეწონა, იმიტომ უფრო ბუნებრივია. ჩემი არის ხო ბუნებრივი? ხავდია შენ. ტანკა არ არის, მაგრამ ხუთხაზიანი ცხო ეხოა. ტანკა როგორ არის? თუ გინდა ეხა ხელოვნურ ინტელექტს წავაკითხო და რასთან უფრო ახლოს არის რომ კითხო და თვითონ მეტყვის. და სახელია ნიანგის ცრემლები. კარგი ბიჭი ხარ. სახელიც მე ვეწამ გამოვტოვე რა. მიხვდა ჩემი ლექსის მერე რომ ასლია. ჩემი ისედაც ქვეშ დგას ჩემი პოეტობა და ამ ყველაფრის მერე კაცამდვერდება და სადღაც რაღაციდან ვიწერდი ამ ყველაფერს. აი, მაშინ შენ შეაფასე მაინც. მე შეფასებლად ვიქნები. მაშინ ისიც ჩამოგერთვება და მომეცი. მომეცია იმას ჯერჯერ ვთქვა, ეს კაი ლექსი იმას ქონდა. ნიანგი. ჯერ ესეთი აფასებს ირაკლი. და ჯერჯერობით ყველა და ჟიურო არის ნუ აქტიურა. აცი ამას დავი. დავიღუპე. ესე იგი თქვენი ლექსი მონიშნულია. წ დაწერა. წავა. მე ორი მაქვს. აბა. ერთი არის მეგობრობაზე, მეორე ცხოვრებაზე. მეც ორი ერთი წაიკითხე. ორივეს წავიკითხო. რატო კონკურსია ერთი ლექსით უნდა გამოხვიდე? საერთოდ გამოდივარ მეორე ბონუსი. ენალი რომ მოხსენა რომ თქვა მე ორჯერ დავარტყა მე ერთხელ აქ მარჯვენა. ჟიური ვარ თუ ხო. ჩემი სიტყვები იყო ქანდაკება, ნიორი და გიშპოეტ. დაცხი. გიშპოეტური, გიშპოეტი, გიშპოეტად, გიშპოეტო. მეგობრული. 7 ბრუნოა ქართულში, მაგრამ არა უშენ. ხო და ამიტომ არ თავი არ შეგაწყენეთ. ჯანელა მაინც გიშპოეტია. და მე კითხვა მაქვს მარტო იმორთან. ვა. ქანდაკებებო, ვახშამს ვაკეთებ. ბადრიჯანს გიწვავთ, ალბათ ნიორთან. ვა. სალონური ლექსია რა. ვა, ქანდაკებებო ეს ჩავდი რომ აი უძრავად სხედა. ამას მოგცემ თუ გინდა. მეორე წავიკითხო? ცხოვრებაზე. აშკარად სუსტი ლექსი. არა. შენი ლექსების კრებულში ეგ ვერ მოხდება. კი, ერთ ჩემსაში. ვზივარ უძრავად, ვით ქანდაკება, წყლის პირს იორთან. გიშპოეტებმა ხაში ვჭამეთ დილით ნიორთან. აი რა გინდა მე აი რა გინდა. არა, ეს მართლა კარგია. არა, მე უფრო ველოდი აი რაღაც ესეთ ფრაზას გიშ პოეტების საქართველოსი. საქართველოს იორთან არ ერითმება. ჯერჯერობით პირველ ადგილს იყო არა, კი, მეც ეხა ხო ტექნოლოგიებით დავწერე, მაგრამ ეგ უფრო მომეწონა. მეც ორი ლექსი მაქვს, ერთი მაქვს დიდაქტიკური. მეორე სალაღობო. მოდი სალაღობოთი დავიწყოთ. მაგარი კაცი გითხო. ჩემ დიდაქტიკურს და ჩემი თემები, თემატიკა არის პინგვინი, ბადრიჯანი და ჩანგანი. პირველს ქვია სიძის პაროდია. დიდაქტიკურს. სალაღობოს. პაროდიაო. და სიძეო. პინგვინების ქორწილში ვიღაცა რომ დათვრა 5 ჭიქის მერე მუზა შემოაწვა. ჩანგალზე წამოაცვა ბადრიჯანი შავი ხელებად სტაფილო უქნა დაბოლოკად თავი. გააცინა ორიოდე ნასვამი პინგვინი და იქ ერთი უკბილო სტუმარი ციცინის. ასეთი სალახობოა. ვერანაირად ვერ ვილაღობე. მაგრამ უმუშავია. ხო, ეს ის არის რა, იმუშავა. ნიჭო ბავში რო დავალებას მოიტა. მუშავია, ხო უწვალია რა გინდა რომ დაუფასო. ხო, რაღაც ზუსტად ხო გითხარი იმის
რითმები უფრო სუფთა. მეორე მაქვს შაირი დიდაქტიკური. პინგვინმა უთხრა ბადრიჯონს. შაირები ეგრე აღიწყება. პინგვინმა უთხრა ბადრიჯონს. შავი ხარ, გავხარ პარტიზანს, მერე ჩაარჭო ჩანგალი, ასე დამთავრდა ამბავი. ნუ შეჭამა რა. ცოტა ხანი მეც გავიაზროთ რა, დეხვეწები გავიაზროთ. ჟიური გადის მე დაწყვეტილი. შეგიძლია შენი ლექსი. ეხა ესეთი ფონი გაქვს. არა, მე მაინც ბოლომდე ჟიურობას მივაწვდი. მიდი. პირველ ადგილზე გავიდა ტიკო. კი, ოღონდ იმით მეორე ლექსი. მეორე ლექსი. ხაშით მეც გავიყვანდი. კი, მახაშზე მართლა დამბურძგა. კანკამ მომეწონა. არა, შენ მოგეწონა. მეორეზე გავიდა ჯანელა. რომელი სალაღობოთი თუ იმით? აი, დიდაქტიკური. შეფასებებით დავიწყნია. დიდაქტიკური შაირით. მესამეზე გავიდა კაკაბა. ბაბაძეს არ დაუპასდა. მეოთხეზე გავიდა მესამეზე გავიდა კაკაბა ხელოვნური ინტელექტი. წესით უნდა მოვეხსენით მე. მაგრამ ისეთი ლექსი დაწერა რომ მე მეოთხეზე მაინც თუ გავედი. ვარანი რომ საერთოდ არ გამოგაცხადე. შენ ჩაიხსნე, შემდეგ წელსაც აღარ იქნები. არა, მეოთხეზე გავიდა ლაბაძე. შენ რჩეული უმცირესობა მაგლექსი პოვის და დააფასებს. აბა რა ბიჭო, ამას ახლა შენ გონია გადავაგდებ თქვენ სიცოცხლეში არ გიწერია დაფასება. შენთან ერთად შეიძლება დაფასება. ატარა რამე გმირობა თუ არ შეიძლება. დაამატე. სიცოცხლეში არც ველი. ამას ნეკროლოგის გარდა ვერაფერი ვერ გააკეთებს. ბოლო მე ვფიქრობ ბოლო ლექსი იმსახურებს გამარჯვებული ლექსი. ხელ გამარჯვებული ლექსი. ვა, ნახე გამარჯვებული უკვე სხვანაირად კითხულობ. ხელი მეტკინა. ან როგორ კეთილი, ფურცას წაუკიდე სანამ ჩაიწება და წაიგე. აი, ალდება. ზივარ უძრავად, ვითქან დაკება, წყლის პირს იორთან. გიშ პოეტებმა ხაში ვჭამეთ დილით. ნიორთან. არა, კარგი. ხალხი მღერის სიმღერებს. არის, აი. მელოდიაც ხო დაინა. არა რა, აი, ოქტომბერფესტზე რო ამოვალთ, ეს უნდა დადგეს იქა და ამით ესეთებს დავწეთ კაცო დადოსაც აქვს რაღაც კაი. ვა, კარგები ხარ. კარგები ვიყავით. კარგი, ჟიური მიწვალა, იმუშავა და ეკუთვნის საჩუქარი. ოღონდ ჩემგან არის. და იკონომიცეს. ჩვენ ყავს სპონსორი და ჩვენი სპონსორისგან შენ უნდა ჩვენი გადავიქცე. სპონსორია ნიკოლა სუპერმარკეტი და დღეს შენ წილად ხვდა ელიტარული თურქული ბრენდი თხილეულის სფეროში არის პეიმანი და პეიმანის თხილეულის ნაკრები. პეიმანი აი ძალიან მაღალი ხარისხის თხილეულია, იმიტომ შერჩევას იმიტომ რომ უფრო ბევრი უნდა შეგხვედრო და მაგრამ ვიღაცამ უკვე გასცემ. შევას დიდ დროს უთმობს თერმულად დამუშავებას დიდ დროს უთმობს. ეს მიეცი კი არა, წამოაყუდე. გამოაჩინეო. და ისეთი ხრაშუნა და ხრამუნა არის რომ მე მაგათად არ მიყვარს, იმიტომ რომ ღამე რო ვჭამ ყველას ეუბნებს. და შენც არ გაძინა ძალიან ბევრია, შეგიძლია ესე მიირთვა, შეგიძლია ხუთიანად რომ მანქანიში სადაც გინდა წაიღო იქ შეგიძლია მიირთვა. დათოს დაუძახო. წარესნეკად მიირთვა, ან რაღაცა საჭმელს უხდება, აი ნუში გინდა ქეში გინდა. სალატში გინდა. ხილი ჩემი აზრით ძალიან სხვაში შავი ქლიავით დიდებულია. დიდი მადლობა. აგე წაიღე. რო არ დამტოვეთ სათიბეში თივა ბევრი გაქვს, თხილი არ ქონდა. ეხა ეს ამის მაგერმა თივას ჩავყრი შიგნით რო ავიტან. ხო და სხვათა შორის არის პროტეინის ყველაზე ჯამრთელი წყარო და შენ ახლა რო პროტეინი არ მაკლია, შენ შეფასებას რო და პროტეინი ნახეთ. გადა აღარ აძლევ თუ რა? არა, მე მოგცემ. გადადეთ ისე რომ თვალს იდოს თავდება და თუ ამ მაშინ ეს არ არის პროტეინი ამაში ფაქტიურად და ამას მე. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან სტუმრად. მისი ამოვნე. წარმატებებს გისურვებ. როგორც კი გაგვძახებ ამ უქანდებით. აუ, მართლა 11 ოქტომბერი. შევთანხმდით რომ 10-11 ოქტომბერს ოქტომბერფესტზე სათიბეში ამფითეატრზე ვილაღობებთ
ბაზარია ხობი, ნახე რა კარგია. ქაბაბიც დავამატოთ. მართლა? აბა რა. ჩემი ქაბაბით. შენი ქაბაბით წამოდი. ერთ ლავკას ჩაგადგმეინე. მართლა? აბა რა. ჩვენი სპონსორია ლაბაძის ქაბაბი. გერმანია და ლაბაძის ძმა. აი ესე ახლოს არასდროს ხო, მართალია. მოკლედ შევხვდებით. შევხვდებით 11 ის არის რა, ეხა ახალი ის დაიწყო შენი ფეხობა და ახლა ვნახოთ ახალ სეზონზე upgrade-ით ფეხის როგორი იქნება. სადღაც 820 გადაცემაზე დაგიზარდა. გიწევს რო იწოდე რა. ძალიან ვისიამოვნებდი. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია, გემშვიდობებით ერთი კვირით ნახვამდის.